ევთოოდირის დასკვნა შეაფასეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა. პრესკონფერენცია გაამართეს სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და სადამკვირვებლო მისიამ ჩემი ხმა. ეს ის ორგანიზაციებია, რომლებიც 26 ოქტომბრის არჩევნებს აკვირდებოდნენ. მათი შეფასებით ევთოოდირის შემაჯამებელი ანგარიში იმაზე უფრო მკაცრია, ვიდრე იყო შუალედური ანგარიში და მასში წერია, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები არ იყო თავისუფალი, ფარული და თანასწორი. უკიდურესად ნეგატიურად არის შეფასებული საარჩევნო დავების განხილვის პროცესი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ დავების გადაწყვეტის ეფექტურობა შეზღუდული იყო ამორჩეულთა მიერ საჭირო შეტანის უფლების შეზღუდვით, პროცედურული ხარვეზების, კანონმდებლობის ბუნდოვანებისა და მისი გამოყენებისას პრაქტიკული შეუსაბამობის გამო. საარჩევნო დავების დიდი ნაწილი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის მოტივით, ხშირ შემთხვევებში არსებითი განხილვის გარეშე. საერთო ჯამში პოსტსაარჩევნო დავების განხილვამ საარჩევნო კომისიებსა და სასამართლოებში ძირი გამოუთხარა გასაჩივრების პროცესის უფლებას, ვერ უზრუნველყო ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალება და სრულყოფილად არ უპასუხა ფართედ გავრცელებულ წუხილებს არჩევნების შედეგების სანდოობასთან დაკავშირებით. ძალიან მკაცრად არის შეფასებული თვითონ ის გარემო, რაც შექმნილი იყო ამ მრჩევლებისთვის, რომ მათ თავისუფლად არ შეეძლოთ მიეცათ ხმა და ფაქტიურად ჰქონდათ მოლოდინი, რომ ამის გამო, მათი არჩევანის გამო მათზე გარკვეული ქმედებები განხორციელდებოდა, მათ შორის უარყოფითი. ასევე საუბარი არის იმაზე, თუ რა ხდებოდა არჩევნების დღის შემდეგ, რა ხდებოდა სასამართლოებში, რა ხდებოდა საარჩევნო კომისიებში, როგორ განიხილებოდა აქ დავები, აბსოლუტურად უარყოფითად არის შეფასებული ეს ყველაფერი.